ახალან გიორგი დამეხმარება თავად და ვეცდები რომ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. ასევე რამე ტექნიკური ხარვეზი თუ იქნება, თუ შეიძლება არ გახვიდეთ ჩატიდან, თუ რაღაც ესეთი მოხდა, ჩვენ მალევე აღმოვხვრით და დაგიბრუნდებით აუცილებლად. დრო დაახლოებით 1 საათი გვაქვს, პლუს მინუს რამდენიმე წუთი ალბათ. ვეცდები რომ მაქსიმალურად ჩავეტიო ამ დროში. რაზე გვექნება საუბარი? ძირითადად გვექნება საუბარი თუ როგორ ვრცელდება მითები, ადვილია თუ არა ჩვენი მოტყუება ზოგადად და მე რა თქმა უნდა აი ამ ყველაფერს დავაკავშირებთ თვითონ კორონავირუსთან და ნახოთ რა მითები ვრცელდება კორონავირუსის გარშემო, რატო ვრცელდება, ეგეც შეგვიძლია განვიხილოთ და სად არის სიმართლე, რაც მთავარია. კარგი, დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებდეთ, ახლა აი სლაიდზეც გამოჩნდება. ერთი ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, ოღონდ მნიშვნელოვანი არის ამ ამბავის მოყოლას ახლა რომ დავიწყებდე, რომ თქვენ რო დაიწყებთ მოსმენას, თუ შეიძლება ბოლომდე მომისმინათ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული შემთხვევა შეიძლება გახდეს კიდევ შეცდომაში შეყვანის საფუძველი და ახლავე მიხვდებით რას გულისხმობ. მოკლედ არ ვიცი თქვენ გაგიგონიათ თუ არა, ესეთი ამბავი ასეთ ამბავს მოკარით ხური თუ არა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ესეთი ამბავი, რომ ცარიელი კაფსულები იყიდება საფთიაქო ქსელში და ამას ძალიან დიდი ამბავი მოყვა. ასე ვთქვათ, გავრცელდა ინფორმაცია, რაც ცხადია, ძალიან ცუდია. ცარიელი კაფსულა თუ რო იყიდება აფთიაქში, ადამიანი რომ მიდის წამლის საყიდლად და მას ცარიელი კაფსულა ხდება იქ, ამაზე დიდი ბოროტება დამეთანხმებით ალბათ რომ არ არსებობს. და მე მინდა ახლა თქვენ თვალწინ დემონსტრირება გავაკეთო ამ მედიკამენტის საქართველოში შინაურულად ხო იცით ყველაფერი შეიძლება და ამ წამლის ერთ-ერთი პარტია მეც შემხვდა წილად და ლექციებისთვის ვიყენებ ხოლმე. სულ ახალია, ნუ რამოდენიმე აკლია, იმიტომ რომ ლექციებში მაქვს გამოყენებული. აი თქვენ თვალწინ ახლა გავხსნი ამ ამას. აგენ ახლა და ყველამ ვიცით კაფსულის და ტაბლეტის შორის რა განსხვავებაა, ხო? კაფსულაში ეს ფხვნილი ყრია შიგნით, ტაბლეტი კიდე თვითონ დაპრესილი ფხვნილი არის. აქეთ წესით აქედან რაღაცა უნდა გადმოიყაროს. აი ეს თქვენ თვალწინ ხსნი ამას და აგე როგორც ხედავთ, არაფერი არ გადმოიყარა. ხო, შემდეგი ორი სლაიდი გიორგი თუ შეიძლება, რა თქმა უნდა მოგატყუეთ. არ დაიჯეროთ ესეთი ამბავი, უბრალოდ ეხლა რატო მოგატყუეთ, მე თქვენ გეტყვით. ეს არის იმის მაგალითი, ნათელი მაგალითი, რომ ერთი შეხედვით რაც რეალური ჩანს და ხანდახან ჩვენი თვალით რასაც ხედავთ, ის სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სინამდვილეს რატო არ შეესაბამება, რომ კაფსულა ცარიელი ნამდვილად არ არის. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ კაფსულაში, აი ახლა ვენახავთ, მედიკამენტი ასე ვთქვათ, არის ჟელეს სახით. ნახეთ, აი ახლა თქვენ თვალწინ მოუჭერ ხეს და ამოვიდა. იმედია ყველა ხედავს. შესაბამისად, როდესაც ჟელე არის დაფიქსირებული კაფსულაში, ამ კაფსულას რო გახსნით და გადმოატრიალებ, არაფერი არ გადმოიყრება, რა თქმა უნდა. აი კიდევ ერთხელ კარგად დააკვირდით ამას. ეს იყო კარგად შეფუთული ტყუილი, რომელიც გავრცელდა სოციალურ სივრცეში, რომ თითქოს ცარიელი კაფსულები იყიდებოდა საფთიაქო ქსელში, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოკლედ, რა თქმა უნდა, არანაირი ეს ცარიელ კაფსულაზე არაფერი სასაუბრო არ მქონდა, ეს იყო ერთ-ერთი მითი, რომელიც მინდოდა ცალსახად განმეხილა თქვენ თვალწინ, რომ დაურწმუნდეთ, რომ რასაც ჩვენი თვალით ერთხელ დავინახავთ, ის რეალურ ფაქტს არ შეესაბამება. და ახლა მოდი ვისაუბროთ ზოგადად სამედიცინო მითების გავრცელებაზე. შემდეგი სლაიდი შეიძლება უკვე გიო. სამედიცინო მითები. ისე როგორც ტყუილი გავრცელდა ცარიელ კაფსულებზე, ზუსტად მაგ პრინციპით ვრცელდება ძალიან ბევრი ტყუილი, რომელიც ძალიან კარგად არის შეფუთული და ამ ტყუილებს ადამიანები ხანდახან ვიჯერებთ ხოლმე და ამას ასე ვთქვათ არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვის რა განათლება აქვს,
ჭკვიან ადამიანებსაც ჯერათ ხოლმე ხანდახან სისულელეების და სამწუხაროდ პირდაპირ კავშირში ეს განათლებასთან არ არის. თუმცა რა თქმა უნდა კორელაცია მაინც არსებობს. პირველი მიზეზი, რაც მინდა ცალსახად აღვნიშნო, შემდეგი შეიძლება პირველი მიზეზი ეს არის სამედიცინო პერსონალი. მოდი დავიწყოთ ბოდიშით. ჩვენ ექიმები ხშირად ვართ იმის მიზეზი, რომ რის გამოც ვრცელდება მითები და რას გულისხმობ ამაში. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მიდის ექიმთან 10 დღიანი ისტორიით, როდესაც ტკიოდა მას თავი, ერთი მეზობელი უნებოდა იმას, რომ აგერ სადღაც ხალხური მედიცინის რეცეპტი მაქვს, მეორე მეზობელი უნებოდა, რომ აგერ წინასწარმეტყველო ქალბატონთან მიდი, რომელიც ძალიან მადლიანი ქალბატონია და რაღაც წამლებს ამზადებს, მესამე მეზობელი ეუნებოდა, რომ არ გინდა ჰომეოპათთან მიდი, მეოთხე ეუნებოდა, რომ რა თქინდა ამდენი მკითხაობა, მიდი ექიმთან საავადმყოფოში და მოკლედ ამ ადამიანს კიდე აქვს თავისი პრობლემა, რა თავის ტკივა 10 დღეა და დაბნეულია და შველას ითხოვს და როგორც იქნა საბოლოო ჯამში წარმოიდგინეთ რომ გადაწყვიტა მივიდეს ექიმთან მივა და აქ იწყება უკვე მეორე პრობლემა კომუნიკაციის პრობლემა რომელიც ექიმებს სამწუხაროდ ხშირად გვაქვს ხოლმე ჩავეწერებით 2 საათზე ექიმთან შევდივართ 4 საათზე იქეთ ცალკე გვხდება ეს ექიმი დაღლილი მთელი დღე პაციენტებთან ურთიერთობაში ერთ ტელეფონზე სახლიდან ურეკავენ რომ სახში რატო არ ახარ მეორე ტელეფონიდან მეორე განყოფილებიდან ურეკავენ ეს პაციენტი გადაიყვანე აქ გადმოიყვანე და უბრალოდ ამ ექიმს თავისი პრობლემები აქვს აქ მეორე თავისი პრობლემით მიდის პაციენტი და ესეთი მოკლე ჩართვა ხდება შეიძლება ითქვას კომუნიკაცია არის ძალიან ცუდი ექიმი ყურადღებას არ აცემს ერთი ესე სათვალის ზემოდან გადმოხედავს ეთქვის რაღაც ფურცლების შეავსე მე დაავალებს რომ აი მერთ ოთახში წადი იმ ოთახიდან გადახვალ იქ შარტს ჩააბარებ აქეთ მე კარდიოგრამას გადაიღებ ამ პასუხებს მიიღებ რეგისტრაციაში მე დაბრუნდები ეს საწყალი ადამიანი მიდის მე ბრუნდება ეს ექიმი წასული ხდება და მოკლედ მთელი ერთი დიდი პრობლემის ბუკეტი ხდება ხოლმე ხანდახან ეს ჩვენი საავადმყოფო შესაბამისად ნდობა ჩვენ და ექიმებისადმი იკარგება სამაგიეროდ რა ხდება მეორე მხარეს თუ კი გადაწყვიტა ადამიანმა მივიდეს ჰომეოპათთან წინასწარმეტყველთან ან იქ სხვა შარლატანებთან როგორც შეიძლება ითქვას იქ რა სიტუაცია ხდება მიიღებს ეს ადამიანი დაუჯდება ელაპარაკება გულისყურით მოусმენს ყავასაც მოუდუღებს შემდეგ ალაპარაკებს თვითონაც იმიტომ რომ შემდეგ რაღაცნაირად ის უნდა ასე ვთქვათ შეუბრუნოს თავისივე ინფორმაცია რომ თითქოს რაღაცა მოიფიქრა თითქოს რაღაც ეფექტური წამალი აქვს და ამ ადამიანს უბრალოდ კარგი და სწორი კომუნიკაციით თავს ახევს იმ არასამეცნიერო იდეებს რომელიც დადასტურებულად ვიცით რომ არ არის ეფექტური თუმცა ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენია შესაბამისად ეს ძალიან ისეთ დიდ უბსკულს აჩენს ექიმსა და პაციენტს შორის და ექიმის ცუდი კომუნიკაცია პაციენტთან ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ ადამიანებს და ჩვენ პაციენტებს უფრო სჯერათ ხოლმე არასამეცნიერო ამბების ვიდრე სამეცნიერო ამბების. კარგი, შემდეგი მიზეზი არის ემოცია. ემოცია, ანუ შიში, მოულოდნელობა, გაკვირვება ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ფსიქოლოგიაზე, ჩვენს აზროვნებაზეც მათ შორის და უბრალოდ როდესაც ემოციური გავლენა აქვს რაიმე ინფორმაციას ჩვენზე, ამ დროს ჩვენი კრიტიკული აზროვნების უნარი გადადის უკან და ჩვენ რაღაცნაირად გადავდივართ თავდაცვის პოზიციაში. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვიღაცა რომ გვეუბნება რომ ვაქცინას თუ გაუკეთებ შენ შვილს, იმ შვილს რაღაც არის დინოზავრად გადაიქცევა, ჩვენ ეგრევე თავდაცვის პოზიციაში გადავდივართ და ჩვენი შვილის დაცვას ვფიქრობთ, მაგრამ იმაზე ფიქრი აღარ მიდის, აღარ გვიწევს, ასე თქვა და იმაზე ვეღარ ვფიქრობ თუ რამდენი შანსია იმისა, რომ შვილი საერთოდ გადაიქცეს დინოზავრად, ხო? ეს დადასტურებული ემოციური და ფსიქოლოგიური ფენომენი არის, თან ზოგადად ადამიანები ნეგატიური აზრებისკენ უფრო მიდრეკილები ვართ, ვიდრე პოზიტიური აზრებისკენ და შესაბამისად რაღაცა ნეგატიურის გაგონება უფრო რჩება ჩვენს თავში, ვიდრე პოზიტიურის. იგი აი ამ
ამ პროცესზე არის დაფუძნებული მაგალითად ერთ-ერთი მექანიზმი ფობიების განვითარების არის ის რომ ნეგატიური მოვლენები ჩვენ შიშებთან უფრო გვახმახსოვრდება ვიდრე პოზიტიური. მაგალითად, ერთხელ რო დავინახოთ რომ ადამიანი ჩამოვარდა მაღალი სიმაღლიდან და მიიღო სერიოზული დაზიანება, ეს დაგვამახსოვრდება მიუხედავად იმისა, ამის შემდეგ 17 წარმატებული გადალახვა რომ ვნახოთ ამ სიმაღლეზე ასვლის, იმიტომ რომ ნეგატიური უფრო კარგად რჩება თავში. შესაბამისად, თან შიში მოქმედებს, წარმოიდგინეთ რომ ესეთ შემთხვევა რომ წარმოვიდგინოთ რომ წავედით ტყეში ვართ რაღაც უღრან ტყეში, გზა აგვებნა და დაღამდა და ველოდებით გათენებას, ხო? ვართ ესე მობუზულები ასე ვთქვათ და უცბად რაღაცა გავიგორეთ ფაჩუნი. ამ დროს ჩვენ პირველ რიგში ვფიქრობთ იმას, რომ იქ არის დათვი, ეს დათვი მშიერია და კბილისტკივა. ხო, რაც შეიძლება უარეს წარმოვიდგენთ და იმაზე არ ვიფიქრებ, რომ შეიძლება საერთოდ მოგვეჩვენა ეს ყველაფერი, ხო, ან ზღარბი იყო არის. შესაბამისად, ამას ქვია fight or flight response, ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელსაც ახასიათებს ფიზიოლოგიური ცვლილებები ჩვენს ორგანიზმში, როდესაც შიში დაგვეუფლება, ამ დროს ადრენალინი ჩვენ ორგანიზმში იწევს, მხედველობა ხდება ისეთ ცენტრალური, კრიტიკული აზროვნება იბინდება, ასე თქვა და უკანა პლანზე გადადის და უბრალოდ ფიზიკური გადარჩენისთვის ვემზადებით საბრძოლველად ან გასაქცევად. ასევე არის მითების გავრცელება. როდესაც გვეტყვიან რომ რაღაცა ეს შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ ჩვენი ადამიანების მოდგმა, ასე თქვა, შეამცირონ, ეს ემოციას იწვევს და შესაბამისად რეალობასგან ცოტა უფრო გვაშორებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველივე გაგებაზე რაღაც ინფორმაციას თუ მივიღეთ და შეგვეშინდება, ცოტა დავუმშვიდდეთ და მეორეჯერ უფრო დაკვირვებით გადავხედოთ ამ ინფორმაციას. კარგი, შემდეგი მიზეზი მითების გავრცელების, ეს არის კონსპირაციული თეორიები. კონსპირაციული თეორიები საკმაოდ ბევრი არის თვითონ კორონავირუსის გარშემოც. ნუ კორონავირუსიც არ აღმოჩნდა ის გამონაკლისი, თითქმის ყველა თემას აქვს ეს კონსპირაციული თეორიები. ახლა ვიღაც წერს აქ ჩვენთან რომ არ მჯერა რომ ცარიელიაო, ნამდვილად არ არის ცარიელი, ეს კაფსულა მითი განვიხილეთ უბრალოდ. ცარიელი კაფსულები არც ერთ ქვეყანაში არ იყიდება აფთიაქებში, უბრალოდ არასწორად ჟელე არის ამ კაფსულაში და ვიღაცამ თავის დროზე გაავრცელა არასწორად ის ინფორმაცია. შესაბამისად, მაგის ნუ შეგეშინდებათ, აფთიაქში ცარიელი კაფსულები არ იყიდება, არც იყიდებოდა და არც გაიყიდება. ხო, კონსპირაციულ თეორიებს რო დავუბრუნდეთ. კონსპირაციული თეორიები ძირითადად ვრცელდება პრორუსული წყაროებიდან, ეს სულ ახლახანს ევროკავშირის ერთ-ერთ დასკვნაშიც აისახა. რუსეთიდან წამოსული მედია საშუალებები და არა მარტო ეს ტროლებს და ბოტებს რო ეძახიან, ძალიან აქტიურად ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ და მათი მიზანი იყო ხალხში პანიკის დანერგვა და უნდობლობის გამოხატვა თავრობის მიმართ და სახელმწიფო ორგანოების მიმართ. ყველაზე დიდი და საინტერესო, სასაცილო ალბათ უფრო სასაცილო თეორია იყო ის, რომ თითქოს კორონავირუსი შექმნა ვიღაცამ ლაბორატორიაში და სპეციალურად გაუშვა ადამიანების შესამცირებლად თუ რაღაც ეგეთი. ამას ამყარებდნენ იმით, რომ ერთ-ერთი ვიდეო ვრცელდება ძალიან ვირუსულად, სადაც ამერიკაში ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოდის და აცხადებს, რომ ამერიკაში მოქმედი ერთ-ერთი ბიოლოგი თუ ექიმი დააკავეს ჩინურ სპეცსამსახურებთან ურთიერთობისთვის. მოდი ახლა ეს გავშიფროთ, ეს კონსპირაციული თეორია ძალიან მარტივად რატო არის ტყუილი. ერთი, იმიტომ რომ ეს ვიდეო, რითიც ამყარებენ ამას, არის ძველი ვიდეოა, რაღაცა მოხდა ის ისტორია, მაი ბოლომდე ვერ გავიგე, თუმცა 1 თუ 2 წლის წინამდელი ვიდეოა, ვიღაცამ ეს ამოქექა და ახლა იყენებს ამ თეორიის გასავრცელებლად. მეორე, თვითონ ვირუსის სტრუქტურიდან რო ავიღოთ, ერთი, ეს ვირუსი არ არის ახალი რაღაცა ისეთი ვირუსი, რომელიც აქამდე არასდროს არ გაგვიგონია. ყოველ შემთხვევაში იმ ჯგუფის ვირუსი ესეთ ახალი ტიპის ვირუსი არ არის. კორონავირუსები არის ძალიან დიდი ჯგუფი ვირუსებისა
რომელიც მოიცავს შიგნით კიდე ბევრ სხვადასხვა ვირუსებს. ეს კონკრეტული ვირუსი, რომელიც პანდემიას დღეს გვაქვს, არის უბრალოდ ახალი შტამი, შეიძლება ითქვას, ახალი სახეობა ამ ვირუსებისა, რომელიც აქამდე ადამიანის ორგანიზმში არ ყოფილა დაფიქსირებული. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ ვირუსები ზოგადად განსაკუთრებით კორონავირუსები მიდრეკილები არიან მუტაციებისკენ. ვირუსი, როდესაც განიცდის ცხოველქმედებას, ის მუტაციას განიცდის და ყოველთვის იცვლის რაღაცა ფორმას. ასევე არსებობს ადაპტაციური მუტაციები, რომლის დროსაც ერთი რომელიღაცა ვირუსი, რომელიც აქამდე არ ასნებოვნებოდა ადამიანს, შეიძლება ცხოველიდან გადაეცეს ადამიანს. ამის მაგალითები ადრეს ბევრი იყო, SARS-ი, MERS-ი და ასე შემდეგ, ერთი იყო იმიდან რაღაც კატების ჯიშიდან გადავიდა, მეორე აქლემიდან გადმოვიდა ადამიანზე და ეს არის ჩვეულებრივი ევოლუცია, შეიძლება ითქვას ვირუსების. ამის წინასწარმეტყველობას ძალიან დიდი ის არ სჭირდება, ზებუნებრივი ძალა, კი არა და საერთოდ არ შეიძლება ზებუნებრივი ძალა, ელემენტარული ეპიდემიოლოგიის ან ვირუსოლოგიის ბაზისების ცოდნა არის საკმარისი, რომ ეს ვივარაუდოთ. მეცაც გეტყვით, სანამ ეს ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველები გამოჩნდებოდნენ, ძალიან ბევრი კვლევა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსები ასე ვთქვათ, სწრაფად განიცდიან მუტაციას და ჩვენ ადამიანების საზოგადოება უნდა იყოს, სამეცნიერო საზოგადოება უნდა იყოს მომზადებული სავარაუდო ეპიდაფეთქებებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სამეცნიერო საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ ამას მე რაღაც სხვანაირად ავრცელებენ ხოლმე ცუდი ინტერპრეტაციები. კიდევ რაც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, როდესაც ვირუსი უერთდება ადამიანის უჯრედს, ამ ვირუსს აქვს თავისი ცილები, თავისი რეცეპტორები, მოდი ესე ვთქვათ, კაუჭები, თევზაობას რომ შევადაროთ. იმას ვირუსს აქვს თავისი კაუჭი, რომლითაც მოებღაუჭება ადამიანის უჯრედს და შევა და დაასნებონებს. აი ეს ზუსტად ეს კაუჭი ისეთი მექანიზმით არის წარმოშობილი, ან ბიოლოგიური მუტაცია, ბუნებრივი მუტაციით არის წარმოქმნილი, რომ უბრალოდ იმის მექანიზმი კაცობრიობას ლაბორატორიულად რომ ესეთი რაღაცები გამოიგონოს, ჯერჯერობით არ აქვს. ეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს კონსპირაციული თეორია არასწორია და კიდევ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება მოუძებნოთ ამ კონსპირაციული თეორიის სიცრუეს ის რომ არაეფექტური არის ზოგადად ბიოლოგიური იარაღისთვის ვირუსი რომელიც განსაკუთრებულ დიდი ლეტალობით არ გამოირჩევა არ შეიძლება ვინმე რამეთში გამოიყენოს და მით უმეტეს მაშინ როდესაც თავადაც ზიანდება ანუ ყველა ზიანდება ამ ვირუსით შესაბამისად არც ლოგიკური არც სამეცნიერო ახსნა არ აქვს იმას რომ თითქოს ეს ვირუსი ლაბორატორიაშია გამოგონილი ეს ვირუსი არის ბუნებრივი მუტაციის შედეგი მოკლედ ეს კონსპირაციული თეორიებიც არის ერთ-ერთი მიზეზი რატო ვიჯერებთ ხოლმე ისეთ არალოგიკურ რაღაცებს ადამიანები. იმიტომ რომ კონსპირაციული თეორიებისკენაც ჩვენს მიდრეკილები ვართ ადამიანები. კარგი, შემდეგი მიზეზი. მოდი სანამ შემდეგ მიზეზზე გადავალთ, უცბად შევიჭყიდოთ შეკითხვები თუ გვაქვს რამე. Fox News-ზე მოისმინა ინფორმაცია, რომ გვაქვს თუ არა კორონა, ამის შემოწმება შეგვიძლია ერთი მარტივი ტესტის. უნდა ჩავისუნთქოთ ჰაერი და დავითვალოთ 10-მდე. კარგით. სამწუხაროდ მარტივი ტესტი, რომელიც დაადგენს კორონავირუსის არსებობას ან არ არსებობას, არ არსებობს, რომელსაც ჩვენ სახში ჩავატარებთ. ეს რომ ეს მარტივი იყოს, ცხადია, ამდენს არ იწვალებდა მთელი სამეცნიერო საზოგადოება. ზუსტად ერთ-ერთი პრობლემა, რატომაც ერთ-ერთი პრობლემა ამ პანდემიის არის ის, რომ სწრაფი ტესტები არ არის. შესაბამისად, რაიმე სპეციფიური ტესტი სახში ცხვირზე ხელის მოჭერა და ჩასუნთქვა იქნება თუ ამოსუნთქვა, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს და ვერანაირად ვერ იქნება ვერც კორონავირუსის დამადასტურებელი და ვერც ვერაფრის დამადასტურებელი საერთოდ, ასე რომ შეცდომაში ამან არ შეგეძლო. ისმის ჩემი ხო? ოდიში რაღაცა მოხდა აქ. გიორგი დამიდასტურე ხმა ისმის. კი ისმის.
ოკეი. ხო, თუ კი არ დაკვირვები ხართ, ამის მერე დააკვირდით, ვინც რაღაც ესეთი ექსტრაორდინალური რაღაცა რჩევებს იძლევა, არის ძალიან თავდაჯერებული. ხოლო მეორე მხრივ, როდესაც დააკვირდებით, თქვა სპეციალისტებს, ექსპერტებს, ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, როდესაც საუბრობენ და რაღაც რეკომენდაციას გასცემენ, 100%-იანი სიზუსტით ვერ საუბრობენ და ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ობიექტური რეალობა დახატონ ისე, რომ მომავალი არ განჭვრიტონ, იმიტომ რომ ძალიან რთულია მომავლის განჭვრიტა. 100%-იანი არაფერი სამწუხაროდ არ არსებობს მედიცინაში და ზოგადად სოფლიოშიც ზოგადად სამყაროში 100%-იანი ბევრი არაფერი არ არსებობს. ბევრი კი არა, ხო, თითქმის არაფერი არ არსებობს. ამიტომაც 100%-იანი სიზუსტით ექიმები, საერთოდ სამეცნიერო დარგების წარმომადგენლები ვერ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ არასერიოზულია უბრალოდ ეს. ასევე სხვადასხვა შევადარიგებებს ვინც იძლევა, დააკვირდით რაღაც იქნება ეს პერეკისის დალიეთ, არ ვიცი, ძმარი გამოივლეთ და ასე შემდეგ, ეგეთ რაღაცებს, ესეთ რჩევებს ვინც იძლევა და საუბრობს მტკიცებით ფორმაში. არც ერთი არ არის ამ დარგის სპეციალისტი, როგორც წესი. ან თუ არიან, მე შემხვდა კიდევაც სამწუხაროდ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანები, რომელიც წარმოუდგენენ რაღაცებს აზიარებდნენ, ან არიან უბრალოდ არშემდგარი ექიმები, ან უბრალოდ სამედიცინო დაამთავრეს და მას მერე აღარ მუშაობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ესეთი მსგავსი რეკომენდაციების გაცემის დროს მაღალი არის თავდაჯერებულობა განსაკუთრებით არაპროფესიონალებში და ეს არის დანინ-კრუგერის ეფექტი. დანინ-კრუგერის ეფექტი ეს არის კოგნიტიური ტენდენცია, ფსიქოლოგიური ფაქტორია, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, როდესაც რაც უფრო დაბალი არის განათლების დონე და კომპეტენცია, მით უფრო თავდაჯერებული ხარ რაღაცაზე, როდესაც კამათობ და რაც უფრო მეტი იცი, ცოტა ეს შენ თავდაჯერებულობაზე უფრო აისახება. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ექიმები, როდესაც სწავლობთ უნივერსიტეტში და რაღაც მესამე თუ მეოთხე კურსზე რო გადავალ და ვისწავლეთ ერთი დიაგნოზის დასმას, სტუდენტები ვართ, გვიხარია რაღაცა ესენციური ჰიპერტენზია, ესე დიაგნოზი არსებობს მაღალი წნევის arteriouli ო მაგრამ დრო რო გადის ეს ნახევარად ხუმრობთ ხადა სტუდენტები დიაგნოზებს არ უშვა და არ ქონავთ უბრალოდ დამოკიდებულებას ხსნი რა და სამაგიეროდ შემდეგ წლები რო გადის ჩვენ სწავლობთ მეცადინეობთ კლინიკურ პრაქტიკას გავდივართ ვატყობთ რომ ერთი დიაგნოზის გარდა მილიონი დიაგნოზია ამ მილიონ დიაგნოზში 7 მილიონი დიფერენციალური დიაგნოზია როგორ უნდა გავარჩიოთ ერთი დაავადება მეორე ამას აქვს თავისი მკურნალობის ესენი სქემები არსებობს პირველი რიგის პრეპარატები მეორე რიგის პრეპარატები ცდომილება ის და ეს საბოლოო ჯამში რაც უფრო კომპეტენტური ხდება ადამიანი, შემდეგ უფრო ფრთხილი ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იცის, უფრო ფრთხილი ხდება და როდესაც შეკითხვას დაუსვამთ ან რაღაცა ერთი პრობლემით მიდიხართ პროფესიონალ ექიმთან, ის როდესაც გესაუბრებათ, შეიძლება დაინახოთ თითქოს მოგეჩვენოთ, რომ ის რაღაცა ორჭოფობს. რეალურად კი არ ორჭოფობს, ის მთელ თავის გამოცდილებას და ცოდნას ცდილობს, რომ მოარგოს თქვენ кейსს, ასე ვთქვათ და ამოიღეს, ასე ვთქვათ, გამოვიდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ერთ მხარეს რო აიღოთ ექიმი, რომელიც გამოდის და საჯაროდ რეკომენდაციას იძლევა, ან საუბრობს რაიმე ასეთ ამა თუ იმ დაავადებაზე, ხოლო მეორე მხარეს რო აიღოთ, რა ვიცი, ბოდიბილდერი ან წინასწარმეტყველი ან არანაირ იმას, რა ქვია, პროფესიის არ ვიცი, ცხადია, უბრალოდ არალოგიკურ მას ვიძახი, როდესაც მედიცინაში ვერ ერკვევი და გამოდიხარ და სამედიცინო რეკომენდაციას გასცემ, აი ეს ორი მხარე რო ავიღოთ, არაკომპეტენტური ადამიანი თითქოს უფრო შინამჭირდა, თითქოს უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე კომპეტენტური ადამიანი. ეს არის დანინ-კრუგერის ეფექტი და ამან შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მოკლედ, თავდაჯერებულობა და 100%-იანი სიზუსტე ფსევდომეცნიერების მხარეს უფრო უკეთესად თამაშობს, ვიდრე ჩვენ მხარეს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვუხსნით პაციენტს, რომ აი ეს წამალს მიიღებ, ამას შეიძლება ეს მოყვეს, ის მოყვეს, ეს მოყვეს, ყველაფერს უყვადავ, ცოტა არადამაჯერებლად ჩანვართ, ვიდრე ისინი. შემდეგი მიზეზი. გადავიდეთ, ეს არის სასწაული. სანამ შემდეგ მიზეზზე გადავიდეთ, მოდით შევიხედოთ კიდე რაიმე ახალი მაინტერესებს, ქუჩაში გადაადგება რამდენად უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ არაფერს არ ვეხებით გარშემო. ქუჩაში გადაადგება და ღამე იყო და ღია სივრცეში მოძრაობა
არის უსაფრთხო, არ შეიცავს მაღალ რისკებს, ანუ ღია სივრცეში ვირუსის გადადება არის დაბალი. უბრალოდ ამას, როდესაც მეკითხებიან, აი შემდეგი კუთხით ვცდილობ ხოლმე დავანახო რეალობა. რეალობა კი შემდეგია. ჩვენ ახლა რეალურად რო ავიღოთ და გავიდეთ ქუჩაში და დავდგეთ მარტო, ქუჩაში არც ჩვენ არ წარმოადგენთ არავისთვის საფრთხეს, მარტო თუ ვიქნებით და არც თავად ქუჩა არ წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს. მაგრამ ეხლა მეორე მხრივ ვიღო, ყველამ რო ესე ვიფიქროთ და ყველა გარეთ გავიდეთ. ამ შემთხვევაში ხო არ გამოვა უკვე იმ რეკომენდაციის შესრულება. შესაბამისად, დარჩით მაქსიმალურად სახლში, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ყოფნა გარეთ რაღაც განსაკუთრებულ რისკებს არ მიიღე, არ შეიცავს, მაქსიმალურად დარჩით სახლში და გავუფრთხილეთ ერთმანეთს, ნუ გახვალ გარეთ, მხოლოდ მაგ იმედით, რომ რაღა მე, ანუ ეგრე რო ვიფიქროთ, ყველამ სამწუხაროდ არ გამოვა არაფერი. კაი, მოდი ერთ შეკითხვასაც გავივლი. რა არის ასეთი ინფორმაცია, რომ ზაფხულში კორონავირუსი ქრება, მართალია? სამწუხაროდ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რატომ? ჯერ არ ვიცით. ეს ვირუსი არის ახალი წარმომადგენელი, კორონავირუსების ოჯახის ახალი წარმომადგენელი, როგორც ვთქვით. შესაბამისად, ეპიდემიოლოგიურად როგორ მოიქცევა, ჯერჯერობით ჩვენ 100% სიზუსტით არ შეგვიძლია ვისაუბროთ. უბრალოდ არ ვიცით და იმიტომ. არის ესეთი მოსაზრება, რომ თითქოს შეიძლება გრიპის ვირუსივით მოიქცეს ჭყალებში და დათმობასთან და ჰაერის დატენიანებასთან ერთად ცოტა უფრო ნაკლებად გავრცელდეს, თუმცა არის მეორე მოსაზრებებიც, რომ ეს სამწუხაროდ ასე არ იქნება. საერთო ჯამში დიდი ალბათობით ასე არ მოხდება, იმიტომ რომ ცხელ ქვეყნებშიც ფიქსირდება უკვე გავრცელება და რეალურად ამას პასუხი გაეცემა სულ რამოდენიმე თვეში, როდესაც ვნახავთ. ამიტომაც ოპტიმისტურად შეიძლება ვიმედიანად ვიყოთ, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს. აი ესეთი პასუხი შეიძლება გითხრათ. შემდეგი მიზეზი თუ რატომ ჯერა გადაუმოწმებელი ინფორმაციის, ეს არის სიტყვა სასწაული. მაგალითად, ახლა უბრალოდ მე თქვენთან პირად გასაუბრების საშუალება არ მაქვს, მაგრამ სათითაოდ თქვენთანაც რო ვკითხო რა არის სასწაული, ყველას ჩვენი განმარტება გვექნება. მე ჩემი განმარტება, თქვენი, გიორგის თავისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა საერთო იქნება ამ სიტყვას. ეს ყოველთვის გამოიყენება აღმატებით ფორმაში სასაუბროდ. როდესაც გეუბნები, რომ სასწაულია, იცი? მე არ ვიცი, ვაშლი შევჭამე და კორონავირუსმა გამიარა. ანუ ამ სასწაულს იმიტომ ვამატებ, რომ ცოტა უფრო მეტად თავდაჯერებული ჩანდე, იმიტომ რომ ვიცი, რომ სიტყვა სასწაული ყველასთვის ასოცირდება დადებითთან და ვიდრე უარყოფითთან. ვიტყვი, რომ მაგალითად, იცი, სასწაულია, მაგრამ ცხვირში რაღაც მალამო გამოვისვი და კორონავირუსი არ შემეყარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ასეთ სასწაულებრივ პათოსზე არის დამყარებული, რომ აი მე შევქმენი რაღაც კორონავირუსის წამალი, ან რაღაც სახლში ბოლი გაუშვით და ის კორონავირუსისგან დაგიცავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეკლამირების სტილში, როდესაც ხდება და აღმატებულ ხარისხში რაღაც ლექსებით რო საუბრობენ რეკომენდაციებზე, ეს უკვე პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ იქ რაღაცა არასამეცნიერო საფუძველი უდევს ამას, იმიტომ რომ მეცნიერები და ექიმები მაგენით რეალურად არ საუბრობთ. შესაბამისად, ამ სიტყვა სასწაულს აქვს მეორედ რო კარგად ჩაუფიქრდეთ, მის უკან დგას გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ნაკლები მტკიცებულებები და სიტყვა სასწაულმა ან სასწაულის დარგში, ასე ვთქვათ, აღმატებულ ხარისხში საუბარმა, ჩემჩევა იქნება, რომ შესაბამისად არ შეგიყვანო. კარგი, შემდეგი და მანამდე შეკითხვას ვნახავ. შეკითხვა პირბადეებზე. პირბადე, კარგი. პირბადე რამდენია? არსებობს მესამე გლობალური დათოვის გამო უამრავ ვირუსი, რომელიც გახდინული კონტაქტის დადნა და ახლა გამრავლდა. ოკეი, კარგი. პირბადეებს და ანტარქტიდაზე შემოვინიშნოთ შეკითხვა და მაგას გიპასუხებთ. ეხლავე გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომ ვრცელდება ინფორმაცია სწრაფად, დეზინფორმაცია სწრაფად. არგუმენტი და წყარო მყვირალა სათაური. აი ხა ეკრანზე რასაც ხედავთ, ეს არის ერთ-ერთ ვაქცინაზე გავრცელებული ძალიან ცნობილი დეზინფორმაცია, რომელიც ყველა მედია საშუალებამ გაავრცელა, ესეთი სათაურით, რომ აუდიტის სამსახური საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29222 ვაქცინა გაიხარჯა. შემდეგი გიორგი, ანუ რეალურად კი რა მოხდა?
იქ ათასნაირი ინტერპრეტაცია მოყვა ამ ამბავს, რეალურად კი იყო საუბარი ცოფის ვაქცინაზე, ეს არის საშუალო მნიშვნელობის ვაქცინა, უბრალოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაციით მოგმართა, რომ ნებაყოფლობით შეგვეცვალა ეს ვაქცინები, რომელიც ნაყიდი ჰქონდა ერთ ქარხანაში, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გააუქმა ლიცენზია. ჩვენ კიდე მხოლოდ ლიცენზირებული ქარხნებიდან ვყიდულობთ ამ ვაქცინას. და ჩვენს ავდექით და შევცვალეთ, მაგრამ საქართველოს მასშტაბზე ეს საუბარი და ერთ ჯიბეში ამოღება და ჩადებაზე არ არის, უცბად გავცვალეთ ეს ვაქცინები, ვაქცინის გაცვლას დაჭირდა 1 თვე და ამ 1 თვეში თუ თვენახევარში რაც გაიხარჯა იყო ეს 29022 ვაქცინა და მაინც ამას მიაქციეს ყურადღება. რეალურად კი ეს ვაქცინა იყო ეფექტური, მთელი წელი წინა წლის განმავლობაში ჩვენ ამას ხმარობდით და დაახლოებით 200,000 დოზა ვიხმარეთ. ქვეყანაში არც ცოფის შემთხვევა დაფიქსირებულა, არც გვერდითი მოვლენა დაფიქსირება. ანუ ეს ვაქცინა იყო ეფექტური. და არსად ყველაზე მთავარი ისე რომ არსად არავის არ უთქვამს, არ დაუწერია რომ ეს ვაქცინა იყო რამენერად საშიში ან სიცოცხლის საშიში ან დამაზიანებელი ან რაღაც. ეს იყო რეკომენდაცია უბრალოდ. და მოდი ბარემ ისიც აღვნიშნოთ რომ არ არსებობს უხარისხო ვაქცინა. საქართველოში ფიზიკურად ვერ შემოდის ცუდი ვაქცინა. თუ არ აქვს მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, ის ქვეყანაში ვერ შემოდის. სადაც არ უნდა იყოს ის გაკეთებული. შესაბამისად, აი ამ მაგალითით მინდოდა მეთქვა, რომ წყარო, რომელსაც აქვს მყвირალა სათაური, რამდენად შეცდომაში შემყვანი შეიძლება იყოს ადამიანებისთვის. კარგი, შემდეგი ახლა სანამ გადავალთ თან მე პირბადეებზე გავცემ შეკითხვას. პირბადეებს რაც შეეხება აგათ კომუნიკაციაზეა საუბარი და ინტუიციურ წმენაზეა საუბარი. გიორგი, ეს სლაიდი რო შემიცვალე. ოკეი. პირბადე მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არც ერთი წყარო, არც ერთი ორგანიზაცია, არც ერთი სამეცნიერო, კვლევა, რომელიც ადასტურებდეს პირბადის ეფექტურობას. ან იძლეოდეს პირბადის გაკეთების რეკომენდაციას ქუჩაში. ან ეს იყოს პრევენციისთვის მაღალ ეფექტური. ამას რო ამბობთ. არ არსებობს ესეთი რეკომენდაცია, უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ მთელ მსოფლიოში რაღაცნაირად ცოტა სასაცილოც არის, მთელ მსოფლიოში ეს პირბადები გააწყდა უბრალოდ. პრობლემა რაში არის? ერთი რომ ეს პირბადეები არ არის შექმნილი ვირუსული ინფექციებისგან თავის დასაცავად. არსებობს რეკომენდაციების ორი ტიპი. რეკომენდაციები საზოგადოებისთვის, რეკომენდაციები ექიმებისთვის. ამის ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირბადე რო უკეთია ექიმს საავადმყოფოში, რომელიც უვლის ავადმყოფს, იმ ექიმის ის პირბადე ნამდვილად სჭირდება, იმიტომ რომ მაღალი რისკია, ერთი, პირდაპირ კავშირი აქვს პაციენტთან, ეს ორი და სამი, პირბადე მარტო თავისთავად კი არ იცავს. იმას სხვა ჭურვილობაც აღვავს. თავს და აი მაშინ არის ეფექტური. ანუ ეფექტურია პირბადე მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს ვუვლით და ვართ ექიმი და ამის გარდა კიდე სხვა თავდაცვის საშუალება. ან თუ კი ჩვენ თავად ვართ ავად. მაგრამ ავადობის დროსაც აქ რაში არის საქმე? პირბადის ერთადერთი დანიშნულება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ის, რომ უბრალოდ დახველების და ცემინების დროს დიდი ზომის ნაწილაკები რო გამოდის ჩვენი პირიდან, ლორწოსი, ნერწყვის და ასე შემდეგ, ის მექანიკურად გააჩერებს. всё, მეტი ამას სხვა არაფერი დანიშნულება არ აქვს. და კიდე ნუ აი თეორიულად რომ მიყვეთ, როდესაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ სახეზე ხელი არ მიიტანოთ, ნუ შემთხვევით თუ გაგიქცა ხელი, პირბადეზე მოკიდებ ხელს და ის გაგაჩერებს. всё, ამის მეტი იმას არანაირი დანიშნულება არ აქვს. შესაბამისად, ქუჩაში და საზოგადოებაში უბრალოდ ჩვენ რო ქუჩაში და სახლში ან დახურულ მანქანაში რო ვიყავთ, მაშინ ვიხმაროთ. ზუსტად იგივე ეფექტი ექნება, რაც არის ბენდენა რო გავიკეთოთ. ანუ პირბადე არ არის ამისთვის შექმნილი. ეს ჩვეულებრივ პირბადეზე რაც გითხარით, რასაც ვამბობ. ახლა რესპირატორებზე, ეს მთლიანი რესპირატორები რო არის მიმაგრებული. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი რაღაცაა, მაგრამ ამ რესპირატორსაც ცოდნა უნდა ამის მოხმარებას. ჯერ ტესტირება უნდა, ტრენინგის გავლა უნდა, სახეზე კარგად ამაგრება უნდა და ამასაც აქვს თავისი დრო, ამის მუდმივად ეს ეტარება არ შეიძლება, შეიძლება ჟანგბადის მიწოდებაც შეუზღუდოს და პირიქით სუდად იმოქმედოს ჩვენ ჯანმრთელობას. ანუ პირბადეების პრევენციის მიზნით გაკეთებაზე არ არსებობს არანაირი რეკომენდაცია. მაგრამ თავარ რეკომენდაციას თუ შევასრულებთ,
კი ბატონო, გაიგეთეთ ეს პირბადე, მაგრამ იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პირბადის გაკეთება შეიძლება თეორიულად იყოს უფრო მეტად საფრთხის შემცველი. და რატომ? იმიტომ რომ აქ მივდივართ უკვე ინტუიციურ რწმენაზე და ფსევდო უსაფრთხოების შეგრძნებაზე. ადამიანები ფსიქოლოგიურად რაღაცას რო ავიფარებთ სახეზე რო გვედევს, ტექნიკურად რო რაღაცა გვადევს სახეზე, ეს გვიქმნის ჩვენ ფსევდო უსაფრთხოების შეგრძნებას. ანუ გგონია რომ დაცულები ვართ. რაღაცნაირი დაცვის მაღალ ეფექტური დაცვის შეგრძნებას გვიტოვებს. და ამან შეიძლება მთავარი რეკომენდაციების უგულებელყოფა გამოიწვიოს. ეს რომ გვიკეთია გქონია დაცულები ვართ, ხელს ბევრგან მოვკიდებთ უფრო, მერე შეიძლება თვალი მოვიფხანოთ, წვირი მოვიფხანოთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან ფრთხილად იყავით. თუ მაინც და მაინც გვინდა ამ ნიღბის გაკეთება, პირველ რიგში გახსოვდეთ ძირითადი რეკომენდაციები, ეს არის სოციალური დისტანცირება, სახლში ყოფნა, ხელების ხშირი და სწორი დაბანა, ადამიანებთან ნაკლები ურთიერთობა, საზღვარგარეთ არ წასვლა და ასე შემდეგ. აი ეს დაიცავით პირველ რიგში და შემდეგ ნუ ეს ნიღაბით უგრებოთ, კი ბატონო, გაიგეთეთ, ამის აკრძალვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ იქნება ეფექტური. კარგი, მოდი სანამ გავაგრძელებ ახლა შემდეგ სლაიდს, ხო, ის იყო გლობალური დათბობა და ანტარქტიკიდან გამდნარი, რაო? გაყინული იყო ანტარქტიდიდან და ახლა გამრავდა. ხო, არა ეს სწორი არ არის, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს გავრცელებულია იმ რამოდენიმე ნიუსიდან, ახალი ამბებიდან, რომელიც გავრცელდა რამდენჯერმე, რომ იქ ყინულში თუ არქეოლოგიური გათხრით დროს რაღაცა ვირუსის თუ ბაქტერიის სახეობა აღმოაჩინეს. რამდენად სწორია და საერთოდ აღმოაჩინეს თუ არა, ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა იმაზე კითხვის ნიშანი ადგას, რომ ეს მსგავსი ვირუსები აქედან არ გავრცელებულან ნამდვილად, ანუ ვირუსები, ბაქტერიები, ანუ ზოგადად მიკროორგანიზმები არსებობენ, რაც არსებობს კაცობრიობა, ისინიც განიცდიან ევოლუციას, ისინიც გარდაიქმნებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც მაგის ნუ შეგეშინდებათ ბუნებრივი მუტაციის შედეგია ეს ახალი კორონავირუსი. ცნობილი სახეებიდან ნდობაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს უპასუხისგებლოდ საკუთარი ცნობადობის, საკუთარი ნდობის, საკუთარი Facebook page-ის გამოყენება არის ძალიან ცუდი. და არავინ არ ვართ იმისგან დაზღვევები, რომ რაღაცა შეგვეშალოს. შესაბამისად, არც ეს ცნობადი სახეები. იმიტომ რომ ცნობად სახეები, როდესაც გამოდიან და რაღაცას ამბობენ, ჩვენ რაღაცა ნდობა გვიჩნდება მათ მიმართ. ყოველდღე რომ ტელევიზორში ხედავ ადამიანს, რაღაცა სიმპათია გაქვს, ის გაქვს და ეს გაქვს და საბოლოოდ მიდიხარ იმაზე, რომ ენდობი. ამის ნათელი მაგალითი არის, მაგალითად დონალდ ტრამპი. გამოვიდა ერთხელ და ისო რა ქვია, რაღაცა სისულელე დააბრეხვა იმაზე, რა ქვია. ვაქცინაზე მოკლედ. და ატყდა ამაზე მთელი ამბავი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ანუ იმას არავინ არ უყურებდა, რომ აი დონალდ ტრამპს შეიძლება აზრი კითხო, თქვა, არ ვიცი, ბიზნესზე ან როგორ მართო ამერიკის შეერთებული შტატები, არ ვიცი, თავის საქმე რაც არის რა. ანუ დონალდ ტრამპს რატო ეკითხებით ვაქცინაზე, რა შუაშია საერთოდ, ხო, მაგრამ აი ეს რაღაცნაირი ნდობას ისახურებს ადამიანს, როდესაც ცნობილია და ის თუ შევა შეცდომაში, შეიყვანს მერე მილიონობით ადამიანს კიდევ დამატებით შეცდომაში. ამ ცნობადი სახეების ალოგიკური ნდობა ძალიან მარტივი მაგალითით შეგვიძლია განიხილოთ იმ დროს აქვე წინასაარჩევნო პერიოდში. წინასაარჩევნო პერიოდი რო დაიწყება და მოკიდებენ ამ იმებს, რა ქვია, ხელს მომღერლებს, მსახიობებს იმას და დადიან და აკეთებენ საკუთარი პარტიების რეკლამას, ხო, რომ ამის ერთი შეხედვით ახლა აი ამ ყველაფერს ცოტა გვერდიდან და ცივი გონებით შევხედოთ, აი რაც არ უნდა კარგად მღეროდეს ადამიანი, რატო უნდა დაუჯეროთ იმას, რომ რა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ, ხო, ცოტა სასაცილო არის, რა ვიცი. ნუ ჩემთვის სასაცილოა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ეს არის ადამიანის ფსიქოლოგია და შესაბამისად თუ კი ცნობადი სახეების მიერ რაღაცა გავრცელებული ინფორმაციას მოკრავთ თვალს, პირველ რიგში არა იმ ადამიანის სახელს და გვარს მიაქციოთ ყურადღება, უნდა მიაქციოთ ყურადღება, რაზე დაყრდნობით საუბრობს ის. თუ კი მას სანდო კვლევები, კი არა, ორგანიზაციები და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია არ უმაგრებს ზურგს, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ მათი რეკომენდაცია
არის არავალიდური და არასწორი. კარგი, შემდეგი სლაიდი და შეკითხვა მოვიდა, მე მგონი რაღაცას გვეკითხებიან. არჩილ, მეც იგივე შეკითხვა მაქვს, რაც მეგის. რამდენი თუ საფრთხეა ღამიციერების ირგვი არ არის ხალხი, მეც ან ზედაპირს ხები, ხო, თუ უკვე პასუხი შევებოდი შედროდადო, ხო. კიდევ უპასუხე, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, არ არის პრობლემა. მარტო თუ გავალთ ქალაქში და ჩვენს მეტი ქალაქში არავინ არ იქნება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. უბრალოდ აი ამას ისე შევხედოთ, რომ ეს არის მასშტაბური რეკომენდაციები, ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ქვეყანაში ქალაქ თბილისში ცხოვრობს მილიონი ადამიანი, ხო და ეხლა ყველამ რო ამ კუთხით იფიქროს და მილიონი ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს, უკვე აღარ გამოვა ეს უსაფრთხო, შესაბამისად მაქსიმალურად თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან. უკეთეს ღია სივრცეში პირბადე არ გჭირდებათ, 8 ფენისგან დამზადებული პირბადე თუ შეიძლება იყოს მრავალჯერადი გამოყენეთ. მრავალჯერად კი ბატონო, პირბადეებზე როგორც თქვით, რაც გინდათ ის აიფარეთ, იგივე შედეგი ექნება, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ეს ეფექტური არ არის და პირველ რიგში რეკომენდაციებს მიაქციეთ, ძირითად რეკომენდაციებს ყურადღება. გჭირდება თუ არა ბოსტნეულის და ხილის საპნით გარეცხვა და დამდუღრა ან მოხარშვა. არა, ამის, საპნით გარეცხვის რეკომენდაცია ბოსტნეულზე არ არსებობს. ბოსტნეული რა თქმა უნდა გაირეცხოს აუცილებლად. უბრალოდ უნდა გავრეცხოთ გამდინარე წყალში ცოტა დიდი ხნის განმავლობაში, 5-10 წუთის განმავლობაში, რომ კარგად გაირეცხოს. თბილი წყალი თუ უმჯობესია, რა თქმა უნდა. საპნით გარეცხვა პირიქით შეიძლება კონტამინაცია გამოიწვიოს და ჩვენ ამ კუთხით მივიდგეთ, რომ ჯერ იმის რისკიც არ არის მაღალი, რომ ჩვენ ბოსტნეულიდან რაღაც გადმოგვედოს. ეს ერთი. მეორე, უბრალოდ მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ კარგად გაირეცხოს ის და არა საპნით. საპნით დაბანა უნდა მოხდეს ხელების პირველ რიგში, იმიტომ რომ ხელები არის მაღალი რისკის შემცველი და ბევრ რაღაცას ეხება. ხოლო ხილბოსტნეული ამასთან კავშირში არ არის, რა თქმა უნდა. უნდა გაირეცხოს კარგად, აი აქამდე როგორც რეცხავდით, თქვათ, მაგალითად ვავიღოთ 4-ჯერ მეტი დრო დავუთმეთ მის გარეცხვას და ეს არის და ეს საპნით გარეცხვის რეკომენდაცია არ არსებობს ჯერჯერობით და დიდი ალბათობით არც იქნება. ისე მოდი დაუბრუნდეთ მიზეზებს, რატო ვრცელდება მითები, სოციალური უთანასწორობა და განათლება. ძალიან მარტივია გაჭირვებულ ადამიანს დააჭირო რაღაცა და ამის გამო მისი დამონათება არ შეიძლება. მშიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ პატრიოტიზმს, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ვერც პატრიოტიზმს ვერ მოსთხოვ და ვერც სამეცნიერო თემებში გარკვევას ვერ მოსთხოვ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იმ ადამიანს თავისი გაჭირვება აქვს. ის ადამიანი ყოველ დღე შრომობს, წვალობს იმისთვის, რომ ლუკმაპური შეიტანოს ოჯახში და არ აქვს იმის დრო, რომ სხვა რაღაცა მაღალ მატერიებზე იფიქროს. ამიტომაც მათზე ჩვენ პირიქით უნდა ვიზრუნოთ. და მეტიც ეს დეზინფორმაციები ძირითადად ამ ადამიანებზე არის გათვლილი, რომ ჩამოაგდონ უთანხმოება, უნდობლობა, აგრესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რაც უფრო გაჭირვებულია ქვეყანა, მით უფრო მარტივად ვრცელდება დეზინფორმაცია და განათლებასთანაც რა თქმა უნდა კავშირშია, რაც უფრო დაბალია განათლების დონე, მით უფრო მალე ვიჯერებთ რაღაც მითებს, თუმცა იმაში არ შეგეშალოთ, რომ მაინც განათლებულ ადამიანებს არ ჯერათ მითების, სამწუხაროდ ჭკვიან ადამიანებსაც ჯერათ სისულელეების, ამის რა ვიცი ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვებით, ეს არის სტივ ჯობსი, ყველამ ვიცით ხო, განსაკუთრებით Apple-ის მოყვარულებმა, ვინ იყო სტივ ჯობსი? ეს ადამიანი თავის დარგში იყო გენიოსი, მარკეტინგი იქნება ბრენდინგი თუ რაც, მოკლედ CEO იყო ამ Apple-ის. სტივ ჯობსი როდესაც დაუსვეს ძალიან საშიშია ზოგადად დეზინფორმაციების გავრცელება. კარგი, რაღაცა გაითიშა ჩაირთო. გესმით ჩემი? მე დამიდასტუროთ. კი, ისმის. მადლობა. ოკეი, გავაგზავნოთ შეკითხვაში გადავა რაღაცა სანთებს აქვს, სანამ შემდეგზე გადავალთ. მოგესალმებით, დაიწყო მადლობა და პირველ რიგში გადაწყვეტილება
სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ შემოხდა სტატია ჩინეთში ახალი ვირუსი გამოჩნდა ჰანტა, რომელიც ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწელა. სტატიის წერია, როგორც აღნიშნული უცხოური გვერდი იუწყება ჩინეთში ახალი ვირუსი. ხო, მოდი ამაზე უბრალოდ ბევრ დროს ნუ დავხარჯებ, რაღაც ახალი ვირუსი დაფიქსირდა, ნამდვილად იყო ესეთი, მაგრამ ეს ამ ეტაპზე რაღაცა ყურადღების გამახვილებად არ ღირს, ამას ცოტა დრო გვაჩვენებს, რამდენად საშიშია და რამდენად მნიშვნელოვანია რაღაცა ვირუსის დაფიქსირება ჩინეთში. ასე რომ მაგაზე მოდი წინასწარ მოვინერვიულებთ. როგორ ფიქრობთ ამ ონლაინ სკოლებზე? ბევრს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ კომპიუტერი, ტელეფონი და პლანშეტი იყიდოს, მაგრამ სკოლები მაინც ატარებენ გაგუთებს, ან ჯგუფებს ხსნიან და დავალებებს იქ წერენ. ონლაინ სკოლებზე სამწუხაროდ მე ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს და დანარჩენი, ანუ მე სამედიცინო კუთხით თან ვიხილავ ამ პრობლემას და სამწუხაროდ ბოდიში მოხდით ამაზე რამე კომპეტენტურ პასუხს ვერ გეტყვით, ვერ გაგცემთ. სტივ ჯობსზე ინფორმაცია გაიმეორეთ. ანუ სტივ ჯობსი იმიტომ ვახსენე, რომ ჭკვიან ადამიანებსაც ჯერათ დეზინფორმაციის, ანუ დეზინფორმაციის გავრცელება ძალიან ცუდად აისახება ადამიანზე და არ არის, აუ, მაინც ჭკვიან თუ კი ადამიანი არის ჭკვიანი, ეს არ გამორიცხავს, რომ სისულელე არ დაიჯეროს. სტივ ჯობს, როდესაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, 1 წელი არ მივიდა ექიმთან და მკურნალობდა რაღაცა გაურკვეველი ხალხური მედიცინით და აღმოსავლური დიეტებით. წარმოგიდგენიათ და ნუ მე 1 წლის დაგვიანებით მივიდა და ნუ როგორც დამთავრა, ყველა მიცით ალბათ. ოკეი. ზედაპირებსა და საგნებზე რამდენად ცოცხლობს ვირუსი? მაგალითად რეკომენდაცია რომ ქეშით არ გადავიხოთ, თან გზავნილები არ მივიღოთ და ნამდვილად საშიშია ეს. კარგი შეკითხვა ესეც, დიდი მადლობა, ყველა შეკითხვისთვის მადლობა იდეაში. ზედაპირებზე სამწუხაროდ რჩება ვირუსი. ეს ვირუსი საერთო მოხმარების საგნებით გადადის. მეცაც გეტყვით, დახურულ სივრცეში არსებობს უკვე კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ ჰაერშიც შეიძლება გავრცელდეს, მიუხედავად იმისა, რომ აეროგენული გზა მისი გადადების ძირითადი მექანიზმი არ არის, ეს უფრო წვეთოვანი გზით გადადის. 1 საათის განმავლობაში დახურულ და ჩახუთულ სივრცეში შეიძლება ჰაერში შეწონილი ნაწილაკებში იყოს ეს ვირუსი და რამოდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაჩერდეს სხვადასხვა ნივთებზე. იქნება ეს რკინა, ქაღალდი, პლასმასი, როგორც ვიცი, ყველაზე დიდ ხანს ძლებს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი გქონდეს ნებისმიერ ნივთთან. ფული იქნება ეს რკინა, პლასმასი თუ ასე შემდეგ და ამიტომაც არის, რომ სამუშაო მაგიდები ხშირად უნდა გადავწმინდოთ დეზინფექტანტებით. მუშაობის პროცესში, სახლშიც ესე თქვა, სველი წესით დავალაგოთ ხოლმე სახლი. ქუჩაში როდესაც გავდივართ, ხელები ხშირად ვიბანოთ, ქუჩაში როდესაც ვართ, დეზინფექტანტი გქონდეს ხელის და გავიწმინდოთ ხოლმე ნებისმიერი კონტაქტის შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც არის ეს ვირუსი, ასე თქვა, ასე სწრაფად გავრცელება. კარგი, შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება. შემდეგი არის ამაზეც, რა ქვია, ინტერპრეტაციები ვრცელდება ძალიან ბევრი. მითების გავრცელებაში ინტერპრეტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ინტერპრეტაცია არის ერთი იმაში, რომ კვლევას რო იტყვიან, კვლევამ დაადასტურა რაღაცა იტყვიან, ხო? ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოთქვეს მოსასრება და ასე შემდეგ. პირველ რიგში ინტერპრეტაცია არის ძალიან საშიში რაღაც, იმიტომ რომ კვლევა არის ურთულესი თემა სამედიცინო კვლევების წაკითხვას, არათუ ჩატარებას, უბრალოდ რომ წაიკითხო და იქიდან სწორი დასკვნა გამიმოვიდეთ, ანუ ამას სწავლობენ ადამიანები, ექიმები ზუსტად. მისი კრიტიკული ანალიზი ისწავლება. იმიტომ რომ ერთი შეხედვით ძალიან დიდ შეცდომაში შეიძლება შევიდეთ, კვლევის უამრავი მეთოდოლოგია არსებობს, ამაზე მე ბევრ დროს არ დავკარგავ, უბრალოდ დაგაბნოთ ამ ბევრი ინფორმაციით, გეტყვით ერთ მარტივ რაღაცას. ახლა მე რო ჩავატარო კვლევა, ლექციის დაწყების წინ რომ ეკითხა თქვენთვის, ყველასთვის, თავი ვის გთხოვათ თქო და პასუხი ყოფილიყო კი ან არა. და თქვენ გეტყვათ, ყველას გეტყვათ, რომ კი, ყველას გთხოვათ თავი და ლექციის დასრულების შემდეგ კიდევ იგივე კვლევა ჩამეტარებინა და მეკითხა გთხოვათ თავი. აქაც პასუხი კი და არა იქნებოდა მხოლოდ და თქვენ ნახევარს რო ეთქვა, რომ მხოლოდ ნახევარს ეთქვა, რომ გთხოვა, მაგრამ ნახევარი უკვე რომ მიპასუხებდა არა. არას. ამ კვლევას ავიღებდი, დავამუშავებდი და ისეთი ინტერპრეტაციით დავწერდი დასკვნას, რომ ფაქტებს არ გავაყალბებდი და ვიტყოდი, რომ დასკვნაში გამოვიტანდი, რომ ჩემი ნარნარა ხმა თავის ტკივილის მკურნალობაში გამოირჩევა 50%-იანი ეფექტურობით.
ხო, ხო სასაცილო იქნებოდა ამ მსგავსი დასკვნა. აი ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ერთეულ კვლევებს არ ვენდოთ, იმიტომ რომ კვლევას გააჩნია ვინ ატარებს, რა მეთოდოლოგიით ატარებს, რა კონტინგენტში ატარებს, რა რაოდენობაზე ატარებს, უამრავი შეკითხვა არის დასასვენელი და უამრავი კრიტიკული ანალიზის დროს, უამრავი ლიმიტირება შეიძლება გქონდეს ამ კვლევას. შესაბამისად, ერთეული კვლევების კითხვას ჯობია რომ თავი ავარიდოთ, რომ შეცდომაში არ შევიდეთ და გადავიდეთ ოფიციალურ იმაზე, წყაროებზე, ჯანმრთელობის ორგანიზაცია იქნება თუ დაავადების კონტროლის ცენტრი, მათი ოფიციალური რეკომენდაციებს გავეცნოთ და არა ერთეულ კვლევებს, იმიტომ რომ საოცრად სასწავლო კვლევები შეიძლება იპოვოთ, რა ვიცი, აი იმ დღეს ვნახულობდი, რაღაც იაპონიაში ჩატარებული კვლევაა, რომელიც ამბობს, რომ წყლის გამოვლება პირში უბრალო წყალზეა საუბარი, თურმე გრიპის ვირუსისგან გვიცავს და უფრო ნაკლებად დაავადდება. ნუ, გასაგებია, ხო, ამას არ ჭირდება სამედიცინო განათლება, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს წყლის პირში გამოვლება ვირუსის წინააღმდეგ. ასევე ძალიან ცუდად ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მაგალითი არის, ესეთი ცნობილი მითი არის კორონავირუსზე გავრცელებული, რომ თითქოს კორონავირუსის ავადობის გადატანის შემდეგ ფილტვის ფუნქცია 30 თუ 40%-ით მცირდება და ეს იყო გავრცელებული ეს კვლევა, მაგრამ ამ სათაურით გავრცელდა მედიაში. მაგრამ ეს კვლევა რო ვნახე, რომ ჩავეძიე შიგნით დეტალებში გეტყვით რა იყო. 12 ადამიანზე იყო ჩატარებული კვლევა და ამ 12 ადამიანიდან 3-ს პნევმონიის მორჩენის შემდეგ აღენიშნა ქოშინი. ხო და, ნუ კორონავირუსი კი არა, ჩვეულებრივი გაციებულები რო ვართ და გრიპი რო ვაქვს და 2-3 დღე სახლში ვართ და რო გამოუჯანმრთელდები და გარეთ გავალთ. მარათონს ეგრევე რა თქმა უნდა ვერ ვიმბეთ. შესაბამისად, თან 12 ადამიანზე ჩატარებული კვლევაა, როდესაც უკვე 200,000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, რბილად რომ ვთქვათ, არავალიდურია, შესაბამისად, აი კვლევებს სათითაო კვლევებს შემრჩევა იქნება თუ მაინც-მაინც ბევრ ყურადღებას არ დავუთმოთ, იმიტომ რომ ინტერპრეტაციით შეიძლება დიდ შეცდომაში შეხვიდეთ. ჰომეოპათია ალბათ მოკარით ყური, თვალი ამ ბოლო პერიოდში ჩვენი ერთ-ერთი წარმოადგენელი ჰომეოპათიის რო ამტკიცებდა თან, რომ თითქოს რაღაცა წამალი შეიმუშავა, რაც შეცდომაში შეყვანა და ტყუილია უბრალოდ, ჰომეოპათია თავისთავადვე ნონსენსია დამყარებული. აქედანვე გეტყვით, რომ ჰომეოპათია თუ მედიცინის დარგი გონიათ, არ შეგეშალოთ, ეს ასე არ არის. ჰომეოპათია არის რაღაც მე-18 საუკუნეში მოგონილი ერთი გერმანელი ექიმის მიერ, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ცარიელი წყალი შეიძლება იყოს სამკურნალო, თუ კი მასში რაღაცა გახსნილ ნივთიერებას ავიღებთ და ხეზე გადაკრულ ტყავზე არჩევ დავანჯღრებთ და შემდეგ ისე გადავაზარებთ. თავიდან ბოლომდე ნონსენსია ჰომეოპათია, ის არ მუშაობს და უბრალოდ ამაზე ბევრ დროს არ დავკარგავ, სხვა დროს ვესწრები, რომ ჰომეოპათიაზე ცალკე ვებინარი გავაკეთე. კარგი, შემდეგზე გადავიდეთ მაშინ და თან კითხვები ვნახოთ თუ არის რამე. ზედაპირები და საგნები გავეცით პასუხი, თუ არ შეგვიძლია, აი, მაიცა. თუ არ შეგვიძლია ცნობილ სახეებს ვენდოთ, ეს რომ შეიძლება ექიმებაც მოგვატყუონ ან დამალონ ინფორმაცია. ტყუილი, ნუ ექიმობა ზოგადად ინდულიგენცია არ არის. მე რახან ექიმი ვარ, მაგიტომ არ უნდა მენდოთ, ცხადია. მე უნდა მენდოთ იმიტომ, რომ მე ვსაუბრობ სანდო წყაროებზე, სამეცნიერო წყაროებზე დავგმობ. ტყუილი ყველამ შეიძლება თქვას, მათ შორის ექიმმაც, რა თქმა უნდა. შესაბამისად, უბრალოდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცნობად ადამიანებს ვენდოთ. ცნობადი ადამიანები უბრალოდ ცნობადი ადამიანები არიან და თავის დარგში არიან პროფესიონალები და არა მედიცინაში. შესაბამისად, ცნობადი ადამიანების ბრმად ნდობა არასდროს არ არის კარგი იდეა, თუ კი ისინი სანდო სამეცნიერო წყაროებს არ გამოიყენებენ. გთხოვთ მრავალჯერადი პირვადების შესახებ მოგცეთ შევიდე, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებია ინტერნეტში. კიდევ ერთხელ მრავალჯერადი იქნება თუ ერთჯერადი ეს პირვადე არის ყველაზე დაბალი ხარისხის თავდაცვა, შესაბამისად იმაზე მეტ დროს უნდა უთმობთ, ვიდრე საჭიროა. პირველ რიგში გაითვალისწინეთ ძირითადი რეკომენდაციები, ხელების ხშირი და სწორი დაბანა, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად სახლში ყოფნა, საზღვარგარეთ წასვლისგან თავის შეკავება, დაავადებულ პირებთან ნაკლები კონტაქტი და შემდეგ უკვე პირვადები ნებისმიერ საზღვარგარეთ პირვადას შეგიძლიათ გაიგეთ.
მაგრამ ეფექტური არ არის, მაინც იმას ვქნათ, რა ქვია. დავაზუსტოთ. კარგი, ერთ საინტერესო კვლევის შესახებ მინდა მოგითხროთ და ამ კვლევით მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ სამეცნიერო საზოგადოებას, ექიმებს და ასე შემდეგ არ გვაქვს ერთი ოქროს წესი, როგორ მოგაწოდოთ სწორად ეს ინფორმაცია, რომ რაღაცა უკვე ეფექტი არასწორად არ ავიღოთ. რაღაც ახალი შეკითხვა და ეხლა ვიგიპასუხეთ მაგალითს. 2014 წელს ესეთი კვლევა ჩატარდა, 4 ჯგუფად დაყო ეს ადამიანები, ერთ ჯგუფს მისცეს მშობლები, ერთ ჯგუფს მისცეს მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინას და აუტიზმის შორის არანაირი კავშირი არ არსებობს და ნამდვილად არ არსებობს კავშირი ვაქცინას და აუტიზმის შორის და ეს ყველაფერი წააგითხეს. ინფორმაცია მეორე ჯგუფს მისცეს ინფორმაცია წითელ-წითურა ყბაყურა საფრთხეებზე, თუ რისგან გვიცავს ვაქცინა და რა საშიში დაავადებაა. მესამეს მისცეს წითელ-წითურა ყბაყურას დაავადებული ბავშვების სურათები, რისგან გვიცავს ვაქცინა და მეოთხე ჯგუფს მისცეს დრამატული ისტორია ახალშობილის შესახებ, რომელიც კინაღამ გარდაიცვალა წითელად. და ვაქცინით რა მარტივად შეგვიძლია ეს ყველაფერი თავი აგვერიდებინა. ახლა ლოგიკურად რომ იმჯერა, როდესაც ადამიანს აუხსნი, რომ SSC არის სამეცნიერო და ამას ფაქტებს წარუდგენ, რა თქმა უნდა გაიზარდოს ნდობა ვაქცინების მიმართ, მაგალითად, ხო? მაგრამ შედეგები იყო გასაოცარი. შემდეგი სლაიდი შეიძლება. შედეგები იყო გასაოცარი, არც ერთ ჯგუფში ნდობა ვაქცინების მიმართ არ გაზრდილა, მეტიც სურათებმა გაზარდა იმის წენა, რომ თითქოს ვაქცინა არის აუტიზმთან კავშირში და დრამატული ისტორიის შემთხვევაში კი გაიზარდა ვაქცინის გვერდითი ეფექტებისადმი შიში. ამას ქვია backfire ეფექტი, ანუ არასწორი უკუგების ეფექტი. როდესაც ადამიანს რაღაც კონკრეტულ თემას უხსნი, რაც არ უნდა მარტივად დაუხსნა, ან რაც არ უნდა სწორად დაუხსნა, შეიძლება საერთოდაც პირიქით გაიგოს. ამიტომაც ძალიან უნდა ვიყოთ ფრთხილად ნებისმიერ ინფორმაციასთან, როდესაც ვეცნობით. და თუ კი მას არ აქვს სამეცნიერო წყარო, ამას მაქსიმალური ყურადღება არ დაუჭირთ. კარგი, შემდეგი სლაიდი და თან კითხვაზე გადავალ, რაღაცა ახალი კითხვა მომვარდა. არა ვერ ნახე. რაღაცა ახალი კითხვა იყო. მაინტერესებს რამდენად სწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ არსებობს რაღაც წამალი ტესტი, რომელიც 30 წუთში ადგენს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი. ახლა გამოდის რაღაცა ახალი ტესტირებები, არსებობს ესეთი, ოღონდ წამალი არაფერში არ არის, სწრაფი ტესტების შემუშავება ხდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენს მალე გვექნება ეს ტესტირება, თუმცა ამ ტესტების ვალიდურებასა სხვადასხვა ტიპის ტესტები არის, ვალიდური არ არის ვალიდური, როდის უნდა გაკეთდეს, როდის არ უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. თუ კი თქვენი შეკითხვა იმისკენ მიდის, რომ თქვა ჩვენ ვიყიდოთ ეს ტესტები და სახლში ვიკეთოთ, არა ეს არ იქნება ეფექტური, იმიტომ რომ სრულ დადებით შედეგებით შეიძლება კონდეს და ინტერპრეტაცია უნდა მოახდინოს ექიმმა. წამალს რაც შეეხება ახალ წამალზე საუბარი არ არის, საუბარი არის რამოდენიმე წამალზე, რომელიც ექსპერიმენტალურად და ახლა გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ, ზოგი არის ეფექტური, ზოგი ნაკლებად ეფექტური და ამასაც დრო გვიჩვენებს, რომელი არის უკეთესი. საზოგადოებრივ იმუნიტეტზე იყო ბევრი საუბარი, კორონავირუსის გადატანის შემდეგ დიდი ალბათობით ადამიანს რჩება მყარი იმუნიტეტი. საზოგადოებრივი იმუნიტეტი არის რა? საზოგადოებრივი იმუნიტეტი ნიშნავს, რომ თუ კი საზოგადოების უმეტესი ნაწილი, დიდი ნაწილი დასნებოვდება და შემდეგ ამ დაავადებას გადაიტანს, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი საზოგადოების უმეტეს ნაწილს ექნება იმუნიტეტი ამ ვირუსის წინააღმდეგ და შესაბამისად გავრცელება იქნება ნაკლები. უბრალოდ კორონავირუსის მთავარი და ძირითადი პრობლემა არის რა? სწრაფად ვრცელდება. ანუ ჩვენ რო ყველანი ახლა ერთდროულად გავხდეთ ავად, გადავჭედავთ ამ კლინიკებს და მივიღებთ იგივე შედეგს, რაც ხდება მაგალითად იტალიაში ან იმაში ესპანეთში. ამიტომაც არის რომ სოციალური დისტანცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და სახლში უნდა ვიზდეთ, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ გავრცელება. შემდეგი და შეკითხვასაც ვნახავთ, თუ რამე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ. ვეკითხვა პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ. არ არის შეკითხვა. ოკეი. რაც შეეხება მედიკამენტებს, ასევე გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ თითქოს იბუპროფენის დალევა არ შეიძლება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მედიკამენტები საერთოდაც უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და თუ კი ვინმე რამე წამალს სვამთ, თუ კი რაღაცა კონკრეტული დანიშნულება გაქვთ დაწერილი,
მოცემული ექიმისგან თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ მიღება. ერთი მინდა ნენელა შეგვიძლია წავიდეთ დასრულებისკენ, თუ თქვენ შეკითხვები არ გაქვთ, ეს არის შინაური ცხოველები. ის რომ ლინიფეთ ვარსები ცხოველს და ან ღამურასგან, ეს იმას არნიშნავს, რომ შინაური ცხოველების გვეშინოდეს, შინაური ცხოველები დაიტოვეთ სახლში, მოუვარეთ, მოეფერეთ, ისე როგორც აქამდე, უბრალოდ მათაც გარეთ ნუ გაუშვებთ, ცოტა ხანი სახლში ყავდეთ თქვენთან ახლოს. როგორ ფიქრობთ მალავენ თუ არა სახელმწიფოები დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობას? დიდი ალბათობით მალავენ, ოღონდ მალავენ იმ ქვეყნებში, სადაც ტოტალიტარული რეჟიმი არის გავრცელებული, კომუნიზმი იქნება თუ სხვა, მაგალითად რუსეთში, ჩინეთში დიდი ალბათობით დაიმალა თავის დროზე, მაგრამ ეს ახლა უკვე დიდ მას ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს, ასე ვთქვათ. საკვებთან დაკავშირებით, ხო, იმუნიტეტთან ცოტა ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ იმუნიტეტი არის ძალიან ისეთი კომპლექსური თემა და როგორც ხალხში არის გავრცელებული, თითქოს იმუნიტეტი ერთი რაღაცა ორგანოა, რომელიც უნდა ვავარჯიშოთ, ესე არ არის. იმუნიტეტი არის კომპლექსური სისტემა. ცენტრალური ნერვული სისტემის შემდეგ ყველაზე კომპლექსური სისტემა არის ადამიანის ორგანიზმში და მას არც ამაღლება, არც დადაბლება არ ჭირდება. თუკი ჩვენ ცხოვრობთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, ვიკვებებით სწორად და ვართ ფიზიკურად აქტიურები, ჩვენი იმუნიტეტი არის ნორმაში და მას არანაირი აწევა არ სჭირდება. კვებითი რეკომენდაციები არის რა, ვიკვებოთ სწორად, რაც შეიძლება ნაკლები სწრაფი კვების და ეგრეთ წოდებული junk foods რო ეძახიათ, მსგავსი არაჯანსაღი პროდუქტი, მეტი ბოსტნეული, მეტი ხილი, მეტი წყალი, მეტი ფიზიკური აქტივობა, საშუალო რაოდენობით ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები. აი ეს არის მთელი თქვენი ფორმულა კარგი იმუნიტეტისა. ეს მულტივიტამინების რუტინული მიღება, რაღაცა დანამატები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის არასამეცნიერო ხვნილები, რომელსაც მედიცინა არ შეისწავლის და არავინ ამის ხარისხს და იმას არ აკონტროლებს, შესაბამისად მათი მიღება არ არის რეკომენდირებული. ცხელი თუ თბილი წყლის დალევაზე გვესაუბრეთ თუ შეიძლება. ცხელი წყლის დალევა არაფერს არ მოგცემს სამწუხაროდ არ არის ეს არის მითი. ის რომ აი მარტივად რო ვთქვათ, ის რომ ვთქვათ ვირუსი შეიძლება კვდებოდეს 35 გრადუსზე, არ ნიშნავს 35 გრადუსის წყლის დალევა ჩვენ რაღაცას გვიშველის. არც იმას ნიშნავს, რომ ის ჩაირეცხება და ჩავაკუჭს და იმას მოკლავს. სამწუხაროდ ამის სამეცნიერო დადასტურება არ არსებობს. ერთი იმიტომ რომ მარტო პირიდან არ გადადის ეს ვირუსი, მეორე იმიტომ რომ ვთქვათ ცხვირი თვალებიც ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის, ხელი კანში შეიძლება გადავიდეს დაზიანებული კანიდან და ასე შემდეგ. მესამე იმიტომ რომ როდესაც ვირუსი მოხვდება ლორწოვანზე, გააჩნია ბევრ რაღაცას. როდის შევა ეს ჯუჯეში და დაასნებონებს. პH იქნება, ლორწოვანის სისქე იქნება, ვირუსის კონცენტრაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ნუ საბოლოოდ კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ რომ 200 მილილიტრი ცხელი წყალი ვსვათ დღის განმავლობაში, 12 საათზე გადაიანგარიშეთ, რა რაოდენობის წყლის დალევა მოგვიწევს. წყალი კარგია, წყალი უნდა ვსვათ, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ დაგვიცავს ვირუსისგან. ძალიან ბევრი ვარაუდი გამოთქვას ხალხი, ოპტიმისტურს, პესიმისტურს, რომ მაგალითად ივნისში იფეთქებს კიდევ უფრო ან პირიქით იკლებს და მრავალი სხვა არსებობს თუ არა ამის საფუძველი პროგნოზი. არსებობს რაღაცა მოდელირებები, არც ერთი მოდელირება მაღალი სიჟდე არ გამოირჩევა, ერთადერთი გამოსავალი აქედან არის ყველა იმ ადამიანის ტესტირება, რომელზეც ეჭვს მივიტანთ და მათი იზოლაცია და ჯერჯერობით ეს თვითიზოლაცია და ჩაკეტვა ქალაქების თუ ადამიანების, რომ ვიჯდეთ სახლში ცოტა ხანი და შემდეგ უკვე დავაკვირდებით ამ ყველაფერს და ნუ ესე ჩაკეტვაც სახელმწიფოების ჩაკეტვა დიდხანს ვერ გაგრძელდება ცხადია. უბრალოდ რაც დრო გავა, უფრო ადეკვატური ის გვექნება, რა ქვია, წარმოდგენა თუ როგორ იქცევა ეს ვირუსი და რას აკეთებს. კარგი, მოდი საბოლოო კითხვა. პირბადები არც თუ ისე ეფექტურია თავდაცვის, როგორც გითხარით. იგივე ეხება ხელთათმანებს? კი ბატონო, იგივე ეხება ხელთათმანებსაც.
ხელთათმანებზე გეტყვით რა ხდება. ხელთათმანებს მაგალითად ექიმები ხმარობთ როდის. გავიკეთებთ ხელთათმანს, მივად პაციენტთან რაღაცა პროცედურას გავაკეთებთ და ამ პროცედურას მოურჩებით თუ არა გავიძროთ ამ ხელთათმანს და ვაგდებთ. ანუ თითოეული რაღაცის შესრულების შემდეგ ამ ხელთათმანს ვიხდით. ხო? შესაბამისად ახლა როგორ წარმოგიდგენთ ქუჩაში რო ვიაროთ ამ ხელთათმანით ნებისმიერი იმის შესრულების შემდეგ, შეხების შემდეგ უნდა გამოვიცვალოთ, ახალი ჩავიცვალოთ. თან მით უმეტესად ხელთათმანიან ხელს არ ვიბანთ. ხო, ჯობია რომ ხელების დაბანაზე გავაკეთოთ აქცენტი და არა ხელთათმანზე. ხელთათმანზე ერთგან რომ შევეხებით რაღაცას, ის ვთქვათ ვირუსი თუ სადმე მოხდება, ხელთათმანზე შეიძლება მოხდეს. მე ამ ხელთათმანიან ხელს, რა ვიცი, სიგარეტს მოვწევთ, რაღაცაზე მოვიკეთებთ, იგივე ეფექტი ექნება, პირიქით უარესი იქნება, იმიტომ რომ ხელთათმანიან ხელს არ დაიბანთ, შესაბამისად არც იმას გადაიშვათ, რა ვქეთ, დეზინფექტანტს, ამიტომაც ხელთათმანი საზოგადოებრივი პრევენციისთვის არ არის ეფექტური და ძირითად იმას მიაქციეთ ყურადღება უმჯობესი იქნება. კარგი, მოდი დავასრულოთ ერთი ბოლო და ჩემი აზრით მნიშვნელოვან ოქროს წესს გეტყვით, რაც უნდა გაითვალისწინოთ ყოველთვის. ნებისმიერი მითი, ნებისმიერი დეზინფორმაცია თუ მავნებლური აზრი, რომელიც ვრცელდება, ერთი შეხედვით არის ხოლმე ყოველთვის რეალური. რომ რაღაცა ინფორმაციას რომ მოისმენთ, ცხელი წყალს დალია კუჭი ჩავა ეს, რა ქვია, ვირუსი და მოკვდება, ერთი შეხედვით რეალურია, ხო, მაგრამ ფაქტია რომ ეს არ მუშაობს. ამიტომაც, როდესაც საუბარი არის მეცნიერებაზე, როდესაც საუბარი გვაქვს მედიცინაზე, ერთი შეხედვით რეალური არაფერს არ ნიშნავს. ისევე როგორც მთელი ამ 1 საათის განმავლობაში დიდი ალბათობით გეგონათ რომ ეს სათვალეებს ვატარებ, რეალურად ეს სათვალე არ არის, უბრალოდ ესეთი სათვალის ჩარჩოა, მაგრამ ესეც ერთი შეხედვით იყო რეალურად თითქოს სათვალეა. ამიტომაც მეცნიერებაზე საუბრის დროს ნუენდობით ერთ შეხედვას შეხედეთ მეორედ და უფრო დაკვირვებით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჯანმრთელობას გისურვებთ და დარჩით სახლში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ არჩილ, დიდი მადლობა რომ შემოგვერთით და მადლობა 50-ივე ადამიანს, რომელიც ჩართული იყო და აქტიურად ცხოვდა კითხვებს. მე მგონი საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა და იმედი მაქვს რომ მართლა გავითვალისწინებთ ყველა იმ რჩევებს, რასაც სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ვიღებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას რომ შემოგვერთით და შეგახსენებთ რომ ხვალ 26 მარტს 15 საათზე ისევ გაიმართება ვებინარი, ამ შემთხვევაში უკვე ანა აბაშიძე ისაუბრებს ბავშვთა უფლებებზე და ბულინგზე. შემოგვერთით და სასიამოვნო დღეს გისურვებთ ყველას. კარგად გყავით. მადლობა, კარგად.